როდის არის ანტიბიოტიკების გამოყენება რეკომენდირებული და რა საფრთხეს უქმნის ორგანიზმს მათი თვითნებურად მიღება? ნამდვილად დიდი პრობლემა არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, ზოგადად მსოფლიოში ანტიბიოტიკოთერაპიის რაციონალური გამოყენება არის ერთ-ერთი მედიცინაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ძალიან ბევრი ქვეყანა თუ საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს ამაზე, რომ ქვეყნებში და ზოგადად მსოფლიოში ანტიბიოტიკოთერაპია იყოს რაციონალურად გამოყენებული. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ორ პრობლემას ვაწყდებით და მანამდე აღნიშნავ, რომ ეს პრობლემა საქართველოში ძალიან მწვავედ დგას, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და იმედია, რომ დროთა განმავლობაში გამოსწორდება. ორი პრობლემა, რის გამოც ანტიბიოტიკის არარაციონალურმა გამოყენებამ შეიძლება საკმაოდ ისეთ სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. პირველი ეს არის გლობალური ანტიბიოტიკორეზისტენტობა, თუ ანტიბიოტიკს იყენება არარაციონალურად და იმაზე ხშირად, როგორც ასე ვთქვათ, მოწოდებულია, ეს ხელს უწყობს რეზისტენტობის განვითარებას, ანუ გარკვეული მიკრობები, ბაქტერიები ხდებიან არსებული ანტიბიოტიკების მიმართ გამძლე. ეს რა თქმა უნდა ბუნებრივად სწორი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუ სწორად და რაციონალურ გამოყენების დროს ეს რაღაც ტემპით მიდის, თუ არასწორად იყენებ, დრამატულად იზრდება, ასე ვთქვათ, ამის ალბათობა და ჩქარდება ტემპი. ამიტომ ეს პირველი გლობალური საკითხი, რომ რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიით ხელი უნდა შეუწყოთ რეზისტენტობის, ასე ვთქვათ, პრობლემების მოგვარებას, ეს ერთი. მეორე, ზოგადად უმრავლეს შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს ხველა, ყელისტკივილი, სიცხე, ან გამონაყარი, ან მსგავსი მწვავე ინფექციისთვის დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, სიმპტომები, უმრავლეს შემთხვევაში ეს არის დაკავშირებული ვირუსულ ინფექციასთან. ვირუსულ ინფექციას ხაზგასმით ვიტყვი, არ სჭირდება ანტიბიოტიკოთერაპია. პირიქით, ანტიბიოტიკოთერაპიამ შეიძლება ჩვენ მდგომარეობა გააუარესოს. ამიტომ აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ არარაციონალურად, ანუ ვირუსულ ინფექციაზე ან სხვა ტიპის ანთებით პროცესზე დავნიშნავთ ანტიბიოტიკს, ეს რას მოგცემს? პირველი, არ გვექნება შედეგი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს დაავადება თავის ბუნებრივი გზით მაინც განვითარდება და მეორე, რა თქმა უნდა, უმრავლესი ანტიბიოტიკი არის, თქვათ, სინთეზური, არის გარკვეული ქიმიური ფორმულა და აქვს გარკვეული გვერდითი ეფექტები. რაც უფრო მეტად იყენებ არარაციონალურად ანტიბიოტიკს, აი გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა არის მაღალი. ამიტომ ჩვენ ამით გამოვიწევთ, რომ ერთი შედეგი არ გვექნება, მეორე რეზისტენტობის პრობლემას კიდევ უფრო გამოვწვევთ და მესამე დამატებით, ასე ვთქვათ, არამიზნობრივად მიღებული წამალი გამოიწვევს საკმაოდ ბევრ გვერდით ეფექტს. ეს გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია, შეიძლება იყოს ანტიბიოტიკო ასოცირებული დიარეა, ან სხვა რაიმე პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია მიკროფლორის, ასე ვთქვათ, დაზიანებასთან, შეიძლება იყოს სხვადასხვა ორგანოების და ორგანოთა სისტემების დაზიანება, მაგალითად ვთქვათ, თირკმელების, ღვიძლის და ასე შემდეგ. ანუ არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია გვიქმნის ამ სერიოზულ პრობლემას, კომპლექსურ პრობლემას, რეზისტენტობის პრობლემას, ეს ერთი, მეორე რომ უეფექტობა გვაქვს და მესამე რომ შეიძლება პლუს დააზიანდეს სხვადასხვა ორგანოთა სისტემები, ან ადამიანს ჰქონდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ანტიბიოტიკოთერაპია ყოველთვის სიფრთხილით იქნა შერჩეული, დაინიშნოს მაშინ, როდესაც არის დადასტურებული ან საეჭვო ბაქტერიული ინფექცია და ამის დადასტურება ან ეჭვის მიტანა შეუძლია სპეციალისტს. ანუ ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ. რაც არ უნდა გვეგონოს, ან დავგუგლოთ სიმპტომები და ვნახოთ, რომ თურმე ესა თუ ის ინფექცია გვაქვს და ამას ანტიბიოტიკი სჭირდება, არ უნდა დავეყრდნოთ ამას, უნდა მივმართოთ ექიმს, რომელიც შეაფასებს ჩვენ ჯანმრთელობის მდგომარეობას, გარკვეულ შემთხვევებში მხოლოდ კლინიკური ნიშნების საფუძველზე, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება რაღაც კვლევები დაგვინიშნოს და ეს შეჯამებულად, როდესაც მას ექნება სრულფასოვანი მონაცემები, ან ჩათვლის, რომ ამ ეტაპზე ანტიბიოტიკოთერაპია, თქვა, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ემპირიულადაც ეჭვის საფუძველზეც იქნეს დაწყებული, მაგრამ ეს ყოველთვის უნდა გააკეთოს ექიმმა და სპეციალისტმა, ვისი კომპეტენციაც ეს არის. ის პრაქტიკა, რაც არის ჩვენთან გავრცელებული, რომ ბავშვს ან თუნდაც დასრულს, სიცხე უგრძელდება 3 დღეზე მეტ ხანს და ესე იგი ანტიბიოტიკი სჭირდება, ან კიდე ისიც გამიგია, რომ სუსტი ყელი აქვს და ანტიბიოტიკის გარეშე ვერასდროს ვერ რჩება ხოლმე. ხო?
მესმის გარკვეული შემთხვევები არის, რომ იმუნოდეფიციტის ან გარკვეული სპეციფიური მდგომარეობის დროს შეიძლება მართლა ხშირად დასჭირდეს ადამიანს ანტიბიოტიკი, იმიტომ რომ ეს ვირუსული ინფექციები გაურთულდეთ ბაქტერიულით, მაგრამ ამის შეფასება უნდა მოახდინოს სპეციალისტმა. ჩვენით არ უნდა გადავწყვიტოთ ეს, რომ იცი რა, სუსტი ყელი მაქვს და ამ სუსტ ყელს ანტიბიოტიკი უშველის, იმიტომ რომ ზოგადად ნებისმიერი ვირუსული ინფექცია, რესპირაციული ინფექციების უმრავლესობა ზემოსასუნთქ გზებს აზიანებს და სიმპტომებით და თქვად ტკივილის ფენომენით ან თქვად ისე რომ ყლაპვა გვიჭირს, სიცხე გვაქვს, ამით დიფერენცირების გაკეთება გვჭირდება ანტიბიოტიკი თუ არა, წარმოუდგენელია. თუ ამას სპეციალისტი არ, ასე თქვად, არ შეაფასებს და სპეციალისტი არ გვირჩევს. ამიტომ ჩემი რეკომენდაცია იქნება ზოგადად ჩვენი მოსახლეობის მხრიდან, რომ არ გამოვიყენოთ არარაციონალურად ანტიბიოტიკები, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ეს როგორც გლობალურ რეზისტენტობის, ასე თქვათ, პრობლემის გაღრმავებას უწყობს ხელს, ასევე შეიძლება ჩვენ ჯანმრთელობაზე აისახოს ძალიან ცუდად. ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც კომპლექსური მუშაობა სჭირდება, ამასაც გავიმეორებ, ანუ ეს მარტო მოსახლეობის დონეზე არ არის ეს სამწუხარო, ანუ ზოგადი მოსახლეობის დონეზე არ არის ეს პრობლემა. სამედიცინო სისტემაშიც არის სამწუხაროდ არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც ჩემი კოლეგებიც გარკვეულწილად არარაციონალურად იყენებენ ანტიბიოტიკებს. ამიტომ ამას უნდა სისტემური მიდგომა, სახელმწიფოს უფრო აქტიური ჩართულობა და იმ სტანდარტების დანერგვა, რაც არის განვითარებულ ქვეყნებში. და პლუს რა თქმა უნდა ამ ინფორმაციის სწორად ვიტანა მოსახლეობამდე. აი ესეთი კომპლექსური მიდგომით შევძლებ ჩვენ იმას, რომ ნელ-ნელა აი ამ პრობლემის, ასე თქვად, მოგვარებას დავიწყებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს პრობლემა საკმაოდ წავედგას ჩვენს რეალობაში და ჩვენს საზოგადოებაში.